მე რა თქმა უნდა არც ერთი წამით არ მიფიქრია რომ მე რა წამიყვანდა საერთოდ სახლში ხო ანუ ის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რომ ზვიადი ჩემი მეგობარიც არის და მეგობარი კი არა მართლა ოჯახის წევრი არის ეს ადამიანი ჩვენთვის და მეც თავისთავად ცხადია რომ ეს უსამართლობის გრძნობა მქონდა მაგრამ მეორე ფაქტორი ასევე მნიშვნელოვანი ჩემთვის რაც იყო რომ ვერავითარ შემთხვევაში ძმას ვერ დავტოვებდი მარტო ფიზიკური გამძლეობის თვალსაზრისით აქ ყოფნა არის საკმაოდ რთული იმიტომ რომ ცივა არის მუდმივი მოძრაობა ტრაილერების და არის ხმაური გაუჩერებლად არის საშინელი მტვერი მაგრამ იცი როგორ არის აი რაღაცნაირად რაღაც არის რაც გაძლებინებს და ეს ემოციური ნაწილი რომ შენ იცი რომ სწორ საქმეს აკეთებ იცი რომ რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად არა მარტო პირად ურთიერთობებში, არამედ რაღაც აი საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ეს სოლიდარობის გამოხატვა, ერთმანეთის მხარდაჭერა და გაძლიერება, აი ეს შეგრძნება რაღაცნაირად გაძლებინებს, აი ამ რთულ მომენტებს გადაგატანინებს ხოლმე. მუდმივად ადამიანები მოდიან, ადგილობრივები, დილაუთენია იწყებს, აი მასწავლებლები, ტაქსის ძღოლები და მაღაზიის თანამშრომლები მოდიან ხოლმე, პირველი ნაკადი ეგ არის, ვინც ადრე იწყებს მუშაობას და ну აი წარმოუდგენლად დიდ სითბოს გამოხატავენ ზოგს რა მოაქვს და გვამხნევებენ ემიგრანტები უშვებენ თავიანთ ოჯახის წევრებს და ну ჩემთვის ცოტა რთული იყო ამის ნახვა მაგრამ აი როგორ ტირის ეს ხალხი აი ერთი დედა იყო მოსული ემიგრანტის რაღაც მოგვიტანა ესეთი თბილი საჭმელი და მართლა ისეტიროდა ეს ადამიანი რომ აი ოღონდ გაძელით ბავშვებო და თქვენ უნდა გადაარჩინოთ ეს ქვეყანა და სწორ საქმეს აკეთებ და მე იმიტომ გიდგავართ ხარში რომ იქნება ჩემი შულიც ჩამოვიდეს საქართველოში და ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ და ემოციურად ეს რაღაც აი სენტიმენტების ამ გულის ტკივილების ნახვა ცოტა რთული არის მაგ თვალსაზრისით მაგრამ თან ისიც გამოიკვეთა რომ როგორ გჭირდება რაღაცა ეს ერთმანეთთან გაზიარება ამ ჩვენი განცდების და ტკივილების როგორ გჭირდება ყველას აი ამის დანახვა რაღაც სიმართლის რაღაცა სინათლის ხო რომ თურმე არ ვართ ჩვენ ისეთი დაპირისპირებული საზოგადოება, როგორცაც მაგალითად წარმოაჩენა. ბუნება, ასე ვთქვათ, ასეთი მართლობის სტილის არის ეგეთი, რომ ეს არ შეიძლება მარტო ერთგან გაიპარა და ხელი გადაუცდა. ოდნავ ღირსება თუ გაქვს შერჩენილი, შეუძლებელია მშვიდად იყო რა. როგორ შეიძლება ეგუებოდე ამ ამბავს? მე საერთოდ ვერც კი წარმომიდგენია რა და მშვიდობიანი ფორმით, კრეატიული ფორმებით, ჩემი აზრით, ჩვენ გვაქვს მაგის ძალა, რესურსი და ენერგია რომ რაღაცნაირად გადავწონოთ ეს უბედურება. კრიტიკულად ვიყავი განწყობილი ნებისმიერი პარტიის მიმართ და ახლაც კრიტიკულად ვარ განწყობილი და ვამბობ ასევე იმასაც რომ მომავალში ვინც იქნება ხელისუფლებაში მის მიმართაც კრიტიკულად ვიქნები განწყობილი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომელიმე ძალაუფლების მქონე ჯგუფის მიმართ რაიმე სახის სენტიმენტები გააჩნდეს საზოგადოებას, იმიტომ რომ ეგ იმთავითვე ნიშნავს რომ უკვე ესე ვთქვათ აი ამ შენი ლოიალური დამოკიდებულებით, აი ამ შენი ჩუმი განწყობით სარგებლობს ეს ძალაუფლების მქონე ხალხი და უკვე იწყებს ისეთი რაღაცეების კეთებას, რაც სრულიად არ არის ხალხის ინტერესში. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვიყოთ ჩუმად. ჩვენ გეუბნებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გქირაობ, შენ ხელისუფლება რო ხარ, იმისთვის გქირაობ დროებით ისიც, რომ შენ ჩემი ინტერესი გაატარო თავიდან ბოლომდე და ეხლა ნუ წარმოუდგენელია, რომ შენ თან ესე იგი ჩემი ფულით იყვებო და ყველა იმ სიკეთით და ყველა იმ პრივილეგიით ისარგებლო, თან ჩემი ხმა არ გესმოდეს, თან აქეთ რეპრესიებს მიწყობდე და გინდოდეს რომ ჩამკლა. იმდენად გაჭირვებაში გვაცხოვრებენ და აი მართლა ჭიპლარით ყავს ხალხი მობმული ქართულ ოცნებას, აი იმ ორ კაპიკს როგორ გადაუგდებს რა და ეუბნება რომ მე თუ არ ვიქნები იმ ორ კაპიკსაც დაკარგავ. იმას კი არ ეუბნება რომ პირიქით ანუ უფრო კარგად უნდა იცხოვრო, მართლა რაღაცა დოვლათი შეიქმნას, მართლა რაღაცა ქარხანა აშენდეს, ხო? პირიქით ანუ ეუბნება რომ რაც შენ იყავი ისე გაყინულ მდგომარეობაში არაფერი პერსპექტივა არ გექნება ის 300 ლარი თუ 200 ლარი გექნება ყოველი მეექვსე ბავშვი იშიმშილებს მაგრამ არა უშავს მოსულა მე კარგად ვიქნები მე კიდე რა ვიცი კიდე 12 წელი უნდა თქვენი ხელისუფლებაში მოსვლა მშობლებს მინდა რომ უთხრა რომ აი ყველაფერში რო ერკვევიან აი ეს ჩვენი მშობლების თაობა ჩინეთის ირანის რუსეთის და ამერიკის სტრატეგიებში და იქ გლობალური რაღაცა გეოპოლიტიკა და ამაში ხო ამაში თუ ერკვევი შენ ოჯახ აშენებულო შენი შვილის სურვილებში როგორ ვერ ერკვევი და შენი შვილი ჩვენ ხო გეუბნებით ეს მეტნაკლებად ახალი თაობა რომ
არ შევეგუები ძალადობას, არ შევეგუები უსამართლობას, არ შევეგუები ნეპოტიზმს, კორუფციას, ხო? და მინდა რომ ჯანსაღ საზოგადოებაში ვიცხოვრო, ყველას ინტერესი იყოს, დაცული იყოს თანასწორუფლებიანობა, ხო? შენც კარგად იყო, მეც კარგად ვიყო. მე სანამ ცოცხალი ვარ, ჩემი პროტესტი სულ გაგრძელდება, მაგრამ ეხა კონკრეტულად აი მართლა ხვალს რაც ეხება მე არც დასვენებას არ ვაპირებ, იმიტომ რომ არც დაღლილი არა ვარ, არ ვაპირებ რომ დავიღალო. ვინმეზე კი არ არის ამ ქვეყნის მომავალი დამოკიდებული, არის აბსოლუტურად თითოეულ ჩვენგანზე. და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი თუნდაც მომავალი თაობისადმი, რომელიც ახლა დღეს მაგალითად დათოსთან მოდიან ბავშვები, სკოლის მოსწავლეები და პური და წყალი რომ მოაქვთ, ხო? მე მაგ ბავშვების წინაშე ვგრძნობ პასუხისმგებლობას რა, რომ არ შეიძლება მართლა ატალახებული ქვეყანა დავტოვოთ.